დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ნიშანმა ნამდვილად გადამწყვეტი როლი შესრულა, ამასთან ამ ადამიანებს და ყველა უცხოელს, ვინც დააკავეს მოექცნენ ძალიან სასტიკად და ძალიან საზესნად, არაკაცურად, უღირსად ქართული ოცნების წარმომადგენელი ფორმაში ჩაცმული ტიროშკები, მათ შორის მე მინდა ყოველდღე მოვაქციო იმ გარემოებას, რომ მათ შეარჩიეს ადამიანები და მოუფიქრეს მათ ისეთი ბრალდებები, რომელიც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. მაგალითად, რუსეთის ყველისთვის, რომელიც ჩამოსული იყო რუსეთიდან და აქ საქმიანობდნენ აქციებზე დადიოდნენ, მათ მოიფიქრეს ნარკოტიკების საკითხი, იმიტომ რომ ნარკოტიკები შედარებით ადვილი დასაკავშირებელია ასოციაციები, ადვილი გასაბმელი არის ადამიანების გონებაში, ვინც ამას ტელევიზორიდან მოისმენდა რუსი წყვილი საქართველოში, ესე იგი ტელეგრამზე ნარკოტიკებს ყიდდნენ. ხო, ეს გახდა გამოძიების ვერსია, მათ შემთხვევაში, მათ რეალიზების ნაწილში იყო გამოძიება, მე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით და მოწმეებით, სრულ მოწმეებით, რასაც ამბობდნენ, მათ მიიღეს ინფორმაცია იმის საუბარზე, რომ ანასტასია და არტემი რეალიზებას ახდენდნენ ნარკოტიკებისა და იქ არ იყო საუბარი ოპერატორ ინფორმაციაში არა პირად მოხმარებაზე. თუმცა როგორც ვთქვი, შარსისმცემული ბავშვთაკავშირებით არ არის ამ დრომდე ნაყოფი არც ერთ საქმეში, ამიტომ ცხადი ამან როლი შეასრულა უცხოელები, რომელთაც ამან განაპირობა მათი ბრალის შინაარსიც რეალურად და შემდეგ უკვე შესაბამის სასჯელიც. მართალია კავტონინო გალუტრაშვილი, რომელმაც ამ საქმეზე მიიღო სრულიად სამართლიანო გადაწყვეტილება, მაინც არ გამოირჩევა მობიერებით არც ეროვნულად და ეთნიკურად ქართველების შემთხვევაშიც, მე არ ვიცი რაღაცა რომელი ეუბნება არის მისი რაღაცა პრეფერენციების საგანი თუ არის საერთოდ ასეთი, თუმცა ის თანაბრად სასტიკი იყო ყველას მიმართ, უბრალოდ რა თქმა უნდა, მაშინ როცა განსაჯერის სკამზე არის მოხერხებული უცხოელები, რომელთაც გაცილებით ნაკლები კომანდი ყავთ საქართველოში და რომელთა პირადი ტრაგედიაც გაცილებით უფრო ნაკლებ როლს შეასრულებს თუნდაც პროტესტის გაღვივებაში და ადამიანების გულებში და გონებებში რაღაცა პროტესტის გაჩენის საქმეში, იმათ რა თქმა უნდა უფრო თავსებურად ექცევიან, ამის მაგალითი არის სტუდანის რინოკია გულით ჩეჩინიც, თუმცა რომ ყველა ეს საქმე აბსოლუტურად იდენტური საქმეები, მათ შორის იმ საქმეებთან, სადაც პასუხისმგებლობდნენ განთავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, მაგალითად ახალბადის საქმესთან, რომ ერთ-ერთი იგივე ტიპის საქმეები, სადაც იდენტური გარემოებებია, იქაც მიღებული იქნა სხვადასხვა განაცხადებები.